Როგორ ხართ მეგობრებო და უბრალოდ კარგო ხალხო? ეხლა მე იუტაში ვარ უკვე. აქ გავჩერდი საწვავის ჩასასხმელად, Salt Lake City-ია ეს, სადაც ვარ გაჩერებული. ხო და თან გადავიღებ სად ვასხავ და როგორ ვასხავ საწვავს. ეხლა ღამეა, გვიანია. და საწვავით შემომელია, იმიტომ გავჩერდი აქ. ტრაქებიც არ ჩანან ეხლა იმ რაოდენობის. როგორც არიან ხოლმე ყოველთვის. ესე იგი გამოვიარე ვაშინგტონის შტატი, გამოვიარე აიდაჰო, არა, უკაცრავად ვაშინგტონი, ორეგონი, აიდაჰო და ეხლა ვარ იუტაში. ეს იმდენ რამე სითხოს, როცა ასხავს საწვავს ინფორმაციას. ყველაფერი უნდა შეიყვანო. ტრაქის ნომერი, კიდია რაღაც ინფორმაციები და შემდეგ ჩემი ID-ის ნომერი 4 ციფრიანი, რომ მე ვასხავ საწვავს. ახლა ამასაც შეგახედებდით, მაგრამ ეს არც თუ ისე საინტერესოა. ცოტა კი დავიღალე, მაგრამ ღამე სიარული მიყვარს. იმიტომ რომ ნაკლებად მოძრაობენ ტრაქები, ტრაილერები გზაზე და მაგის გამო უფრო სწრაფად დავდივარ. ვიდრე ჩვეულებრივ დროს. ერთმა ჩემო მეგობარმა არ ვიტყვი სახელდაგვარს, თავიდან რომ დაიწყო მუშაობა, ესე რომ ჩაყო პისტოლეტი იქ. ეს არ იცოდა რომ უნდა ამოეწია რა და 9 საათი ელოდებოდა, როდის გაივსებოდა ბაკი. აუზი მაგის ჭკუით, მაგრამ რა გაივსებოდა თუ არ ამოწიერი. ეხლა აქეთაც ორი აუზი უყენია, თითო 150 გალონიანი და სულ ჩადის 300 გალონი. 300 გალონი კი არის ტონა 200-ზე მეტი. როცა გაძვირებულია საწვავი, ამის ბაკების გავსებას $1000-ზე მეტი უნდა. ეხლა მე მოდი ამ კამერას იქით მხარეს გადავიტან და ბარემ შუშებსაც გავწმინდაო. ასე წყნარია, აი ღამე როა. ეხლა არის პირველი 2 დაიწყო, მე მგონი უკვე. აი იყოს ესე და შუშებს გავწმინდა. თორე ეს წერები, საფხული როა, წერები ძალიან ეკრობა ამას, შუშას. და სითხე ვერაფერს ვერ უშვება. საწმენდი, ჩოთკები ვერაფერს ვერ უშვება, ვერ წმენდავს. იმდენად ეკრობა და ესე თუ არ გაუსვი ეს, ისე ვერ გაწმენდა. ეს ეხლა, ეს საწმენდის სითხე, ეს ჯოხები, ყველგან არის თითქმის რა, ანუ სადაც არ უნდა შეხვიდე, აი ესეთ ტრაქსტაპებზე ყველგან არის.
ნახევარი გზა უკვე გავიარა და დამჩა ნახევარი გზა. ზეგდილით უნდა ვიყო ტეხასში. ვიჩიტა ფოლს. ესე ქვია. დალასთან არის ახლოს. დილით იმიტომ მინდა ჩავიდე, ახლა აპოინტმენტი არ მაქვს და არავინ არაფერს არ მეუბნება. როდის ჩავალ? თავარია მივიტანო ეს დღის განმავლობაში, მაგრამ დილით იმიტომ მინდა ჩავიდე, რომ ხვალვე ხუთშაბათსვე ავიღო ტვირთი, იმიტომ რომ პარასკევს არის 4 ივლისი. 4 ივლისი კიდე ამერიკის დამოუკიდებლობის დღეა და არაფერი არ მუშაობს, ყველაფერი დაკეტილი იქნება. პარასკევი, შაბათი, კვირა ჩათვალეთ, რომ მყდარია. ყველაფერი, ყველა ისვენებს. ყველა ისვენებს და გავჩები ტვირთის გარეშე, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვიარო, რომ ჩავიტანო. ისე საშინლად ეკრობა ეს წერები, რომ ცუდი მოსაშორებელია. ეს რამდენი შევდივარ ხოლმე ესე ტრაკსტაპებზე ხა ყოველთვის საწვავს ხო არ ვასხავ, ყავას ავიღებ ან დაბანა მინდა რაღაცა თან წმინდა შუშას. რომ წერები ისე ფარავენ დანახვა ჭირს, საერთოდ ვერ დაინახავ ვერაფერს. აიც რთული გასაწმენდია რა. აბა ეხა ამას წარმოვიდგენდი მე თავის დროზე. ამერიკაში რომ მოდიოდი, საერთოდ არ მიფიქრია ტრაილერზე დაჯდომა. არ მქონდა გეგმაში, არც ვიცოდი რომ ეს რაღაცა ესეთი რაღაცაა. ტრაილერი და რა. თავიდან რომ ჩამოვედი, ესე იგი 8 წლის 8 წელია ეხლა რაც აქა ვარ, მაგრამ მე ადრეს ვარ 2004-ში ნამყოფი ამერიკაში და მაშინაც 3 წელი ვიყავი. ეხლა ბოლოსო ჩამოვედი, უკვე გრინ კარტით ჩამოვედი და უკვე მოქალაქე ვარ. მაგრამ იქ აინტერესებდათ კომენტარებს რომ ვკითხულობდი რომ როგორ მოხდი ამერიკაში რა საკეთებდი რომ ჩახვედი და რა. ხო და ესე მოხდი რა ჩვეულებრივად. მოვიგეთ გრინ კარტა ოჯახმა და წამოვედით. გაგვიმართლა. ჩამოვედი და ჩამოსვლის დღიდან მუშაობ. თავიდან მუშაობდი ტაქსი. უბერი, ლიფტი. აი ახლა რომ ცოტა უჭირთ მუშაობის დაწყება, მაშინ მასე არ იყო. შეგეძლო თავისუფლად აგეღო მაგის აკაუნტები და დაგეწყო მუშაობა. ნომერიც, ბანკანის ნომერი. ეხლა ეგრე აღარ არის, ეხლა ძალიან გართულდა. და მუშაობდი ნიუ-იორკში ტაქსი. რთული იყო, ვერ ვიტყვი რომ ადვილი იყო, იმიტომ რომ მე თუ დავიწყე მუშაობა, გიჟივით მუშაობ. ზედა ღამე და ტაქსიც ესე ვიყავი. კი გამოდიოდა კარგად. ცუდი არის. თუ დაახლოებით მაშინ ასე იგი რომ წელი იყო 2018 19-20 იმ პერიოდში
კარგად გამოდიოდა რა, ანუ დაახლოებით მე რომ მუშაობდი სადღაც თვეში $10,000 გამომდიოდა. მაგრამ მე უკვე ხარჯები უნდა გამოგეკლო იმისთვის, რა თქმა უნდა. საწვავის ხარჯი, ბენზინის ხარჯი, ანუ ახალი მანქანა მყავდა გამოყვანილი იმის გადასახადს ვიხდიდი ბანკში. ყვება, ბინა, ის და ბოლოს უკვე აფერი აღარ რჩებოდა რა. ანუ ისე იყო რომ მუშაობდი. აი იმისთვის მუშაობდი რომ რაღაცები გადამეხადა მარტო რა. არ ყოფილა $10,000, რა ვიცი, არ ყოფილა. იმდენი გადასახადები მიგროვდებოდა არ ყოფილა. მერე კოვიდი დაემთხვა. ხო და ამას სულ ამიცრუა ტაქსზე მუშაობაზე გული და გადავწყვიტე რომ ტრაილერზე წავსულიყავი. ალდექი წავედი რა უნდა იმის სწავლას, ტესტების სწავლას, თეორია ჩავაბარე. და მერე ნიუ-იორკში ავტოსკოლა იყო, ის გავიარე. პირველად აი იმ ავტოსკოლაში დავჯექი ტრაილერს, მაგრამ ახლა ტრაილერები კი არ ყავდათ ავტოსკოლაში, ანუ პატარები იყო. ბოქს ტრაქებს გავიგე. იქ დავჯექი პირველად. ხო და რა მომეწონა, მე ჩავაბარე თეორია ხო ჩავაბარე, მე პრაქტიკას ჩავაბარე და წამოვედი. დავიწყე მუშაობა. მუშაობა რო დავიწყე, ისეთ პერიოდ დაემთხვა, რომ ფასები იყო რაღაც სასწაულად მომატებული თვითებზე. ანუ მაგარი ფასები იყო რა და შესაბამისად რაღაცა აქტუალებულმა გავაგრძელე მუშაობა, მომეწონა. ყველაფერზე მუშაობდი. ყველაფერზე რასაც კი. Amazon-ზეც მუშაობდი. Flatbed-ზე, Reefer-ზე, Driver-ზე. და ესე მოვდივარ დღემდე რა. შემორჩი ამ ტრაილერს. მე ესეც ვიყიდე და ავდივარ ახლა ამით. აიგრია ცხოვრება. მაყოფილო რა თქმა უნდა არა ვარ და არც უნდა ვიყო არც მაქვს მაგის უფლება. ესა სულად გაიცვით ესენი შესაძლებლები მაქვს. მოკლედ შემოკარგებო, წავედი ახლა მე ყავას ავიღებ, გავაგრძელებ გზას.